ეს მაფუშია მალდივების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კუნძული, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. აქ ძირითადად შეხვდებით წყვილებს, ოჯახებს, რომანტიკასა და ძერს კი ემტესია ბევრ სიყვარულს. მაგრამ I don't want peace. I want problems always. All day life, all night life, let's get it life, let's get it life, let's get it life, all day life. ეხლა აუცილებლად გზად განახებთ ყველაფერს იმას, რაც შეგხვდება. ძალიან მაგარი აქაურობა ძალიან მომწონს. აი ესეთი გზები არის. ეს კუნძული არის განსაკუთრებით დასახლებული. აუ, ძალიან ლამაზია აქაურობა. აი რაღაცნაირად იგრძნობა, რომ სადღაც ტროპიკებში ხარ რა და ასწორებს მაგრად. თითქოს ხო ცუდი ამინდია, მაგრამ ჰავა არის იდეალური. ხალხიც ძალიან საინტერესოა და ამ ყველაფერზე მე ვისაუბრებ. ესეც იქაური ხელი. ნახეთ ქარი არის, როგორც ხედავთ, ნაწვიმიც არის, მაგრამ არც ივა საერთოდ. დაახლოებით ტემპერატურა 30 გრადუსია. და თითქოს იდეალურია აქ ყველაფერი. და მოვედით კიდეც არენა ჰოტელში. გადავიდეთ, ახლა დავაწყოთ მოკლედ ჩვენი ბარგი და რაღაც ვჭამოთ პირველ რიგში, თორე ცუდად თუ არ ისემშია. როგორც კი რაღაცა შევჭამთ, ეგრევე დავიწყოთ აქაურობის აღმოჩენა, გამოკვლევა, გეტყვით ყველაფერს, გეტყვით რაღაც ფაქტებსაც და რავი, მოგეწონებათ იმედია. ბარგიც უკვე დავტოვეთ და შეგვიძლია გადავიდეთ რაღაც მივირთვათ. აქვე ამ სასტუმროს აქვს თავისივე რესტორანი, რომელთაც ისარგებლოთ იმ შემთხვევაში, თუ დაჯავშნით ნომერს, რა თქმა უნდა, ბრექვესტი შესული იქნება, თუმცა ისედაც რა თქმა უნდა, ყველა შეუძლია აქ მოვიდეს და მიირთვას სხვა გემრიელობები. თუ რას მივირთვით, ახლა მაგასაც ვნახავთ. და აი აქ კი იშლება ულამაზესი ხედი. ესეთი სანაპირო. ესეთი ქვიშა. წყალიც უნდა ვნახოთ. აი ასეთი ხედები იშლება ირგვლივ და უფრო შორიდანაც გაჩვენებთ ჩემს სასტუმროს. აი ეს გახლავთ არენა ჰოტელში. ცოტა ნაწვიმი იყო და ამის გამო არის ეს კამები ესე ალაგებული, მაგრამ ვთხოვ რომ მაგიდა გადამეწმინდოს, იმიტომ რომ ეხა არ წვიმს და აი ამ ულამაზეს ხედზე მინდა რომ რამე გემრიელობა მივირთვა. Food is ready. Yeah, that's your pineapple rice. That looks amazing. Yeah, it's good. ძალიან გემრიელად გამოიყურება, მეგობრებო. ესეთი რაღაცა დუბაიში რა ვიყავით აილანდურ სამზარეულოში. იქ გავსინჯე და უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბევრად უფრო გემრიელად გამოიყურება. აბა ნახოთ. ძალიან გემრიელია, უნდა გაჩვენოთ აქედან კარგად. ესე იგი მუხუდო. ამას არ ვიცი რა ქვია. კიდე პომიდორი და ეს ანანასი აძლევს განსაკუთრებულ არომატს რა, იმიტომ რომ რამდენად ხვდები ეს ანანასი აქაურია. ეხა ისეთი გემრიელია, ვიცი, მაგრამ მოგშივდება თქვენს. და ამისათვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მეგობრებო. მაგრამ მე რო დავაყდები, მე უფრო მაგარი ვიდეოები წამოვა. ამიტომ კიდევ შევუკვეთე ერთი კერძი, შემდეგ მეორე კერძი, მესამე კერძიც და მერე წუწუნიც დავიწყე. მოკლედ მოგზაურობისას ძალიან რთულია, რომ შეინარჩუნო ფორმა. ხანდახან გიწევს კვების დარღვევა და რთულია. დარბაზიც ყველგან არ არის, მით უმეტეს აქ რა დარბაზის სკოლა არ არის, ხო? ამიტომ მივალთ ახლა ნაპირთან, წყლის ტემპერატურასაც ვნახავთ. ცოტა წავივერჩევთ კიდეც და მერე უკვე დავიწყებთ აქაურობის აღმოჩენას. ასევე მალდივებზე ყოფნისას აუცილებლად იქნება საოცარი თევზაობები. აი ისეთი საოცარი თევზაობები, რომ არასდროს არ გინახავთ დამიჯერეთ რა. და ეს იქნება პირველად ქართულ ენაზე, ასე რომ დაილოდეთ. ვეცდები ამ ვიდეოში იყოს, თუ ამ ვიდეოში არა, შემდეგ ვიდეოში უეჭველი იქნება, იმიტომ რომ მალდივებიდან მინიმუმ 2 ვიდეო უნდა ჩამოგიტანოთ. ეხლა კი წავიდეთ და ცოტა წავივარჩევთ. ხო, აქ ტემპერატურა აღწევს ხოლმე დაახლოებით 27-დან 33 გრადუსამდე მერყეობს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სეზონი სულ რაღაც 4-5 თვეს, 4 თვეს გრძელდება დაახლოებით. ძირითადად იწყება ხოლმე ოქტომბრის ბოლოდან. და გამოდის უკვე ეს მზიანი ამინდები, მანამდე სუწუნებია წარმოიდგინეთ. ამის ფონზე ცოტა რაღაცნაირი მოღუშული ამინდი კი არის, მაგრამ ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ. მაინც კარგია.
იქ რაც ჭამა ის ყველაფერი უნდა დავაღდო, ამიტომ დავიწყეთ ვარჯიში. აი აქ გავიაზრე, რომ წინ ძალიან მაგარი თევზაობა გველოდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ნაპირთან უფრო ახლოს მისულიყავი და კარგად შემეთვალიერებინა. ჩემთვის ახლა მალდივებზე ვარ და სვიგენი. და ეს კიდე ეს რა არის ვაფშე? აღარ ამათ რას ეძახიან? აღარ მახსოვს, დამიწერეთ მე კომენტარებში, თუ გეცოდინება თუ ვეჭვი. აი ნახე. აი ნახე. ნახე, როგორ ახლოს არის. თევზებიც დაყვავია. აი კიდევ ხედავ რაღაცას. ბიჭო, რა ხდება? გამხელა თევზები არიან, უბრალოდ ესე წარმოვიდგინეთ. აი, ნაპირი არის, ხო? 25 სანტიმეტრია მაქსიმალური სიღრმე ალბათ მაგ. ეხლა მინდოდა რომ როგორც თავიდან აღვშე ვიდეოში, წავსულიყავი, დამეთვალიერებინა, გამომეკვლიე აქაურობა და ბევრი საინტერესო რაღაც მენახა. მაგრამ ძალიან მალე შებინდება უკვე. ამიტომაც ვეცდები რომ ერთ-ერთი მოვასწრო აქაური ხილის დაგემოვნება. გარეთ რაც იყო გამოტანილი, თავიდან რომ მოდიდით, კი დაინახავდით. ხო და ვიყიდე აუცილებლად რაღაც საინტერესო ხილს გავსინჯავ აქაურს. მერე ალბათ ოთახს გაჩვენებთ, ჩემი სასტუმროს ოთახს და სავარაუდოდ უკვე მეორე დღიდან დაიწყება აქაურობის გამოკვლევა. დავდივარ და ულამაზესია უბრალოდ აქაურობა. აი, დარწმუნებული ვარ, ვინც ჩამოხვალთ, თუ იმე ყოფილხართ აუცილებლად ამეთანხმებით. და თუ არ ყოფილხართ და ჩამოხვალთ, სასწაულად მოგეწონებათ. ნახეთ უბრალოდ რა სილამაზეა. აი ესეთი ნაპირები. აი ესეთი ალმები, აქეთ სასტუმროები. ყველაფერი ერთ სივრცეში, ზუსტად ამიტომ გახდა ეს მააფუში ასეთი მოთხოვნადი ადგილი ტურისტებს შორის. ძირითადად ესეთი სკუტერებით გადაადგილდებიან, თუ არ ვიცი მაგას რა ქვია. და ნუ ზოგადად სკუტერები ყავთ რა. პატარა მოტოები რაღაც. ეგ არის მაგათი გადაადგილების საშუალება და ნუ კონსოლებს შორის რა თქმა უნდა პატარა ნავებით, გემებით ასე მოდიან აქეთ-იქით. აი აქ არის რაღაც საინტერესო ხილი. Discover Man? Yeah. That's it. 28.3. Yeah. Right. Thank you, man. Nice Thank to you. meet you. Thank you, bro. Aha, plus 1 subscriber-იც გავიჩინეთ და აქ არის ძალიან საინტერესო ხილი. I would just trying to choose something. I don't know actually. Which one would you recommend? What do you want? Do you I want a don't drink know. or you want a fruit platter or Yeah, fruit. fruit Fruit, platter? yeah. Cut fruit? Yeah. So they can make a mixed one. Mixed one. This is watermelon, $10. mango, papaya, mango, pineapple, papaya, Okay. banana together mixed. And this one as well? No. Just do the normal one as you generally do, okay? So which fruits will be included? Just to sum up. Watermelon, Watermelon, mango. pineapple, Okay. papaya, Okay. banana. Great. I'll take that one. And what will be the cost? Just to $10. consider $10. ესე იგი პაპაია ეს პირველად ვსინჯავ და ნახოთ საინტერესო არის ძალიან. ვიცი როგორც აი ძალიან ოდნავ დაკრავს რაღაც სუნი. არა ამძაფრი. აი სამაგეროთ ამას აქვს ძალიან მაგარი სუნი. ესე იგი ეს ყველაფერი დაჯდა $10 მეგობრებო. და რავი საინტერესოა დავაგემოვნო. ყველაზე მეტად პაპაია მაინტერესებს, იმიტომ რომ პაპაია არ გამისინჯავს და ეს საზამთროც რაღაც საინტერესო ჩანს და ნახოთ ერთი როგორი იქნება. გაგემრიელია. ეს იყო მანგო. აი ეს არის პაპაია. ვერ ვიტყვი რომ რაღაც სასწაულია, მაგრამ უცხო გემო აქვს რა, მომეწონა მაინც. მაგრამ ისე რომ აი გავგიჟდე და რაღაც ეგრე არა. არანა სიასწორებს. დაგვაღამდა კიდეც ამასობაში და დაგათვალიერებინებთ ღამის მააფუში როგორ გამოიყურება. აჰა, ტიპმა რა ლამბო მოხო და ნახე რა, ჩვეულებრივ უსერიოზულეს.
ლამაზია რა ძალიან. ღამეც ლამაზია, დღეც ლამაზია. ეს არის ადგილი, რომელიც ნამდვილად გაგავაცებთ. აუ, კატები ძალიან მოყვართ, ნახე რა საყვარელი ტიპი. ამას უნდა მოფერება და რა ქნას. თუთიყუშიც გაეჩითა. აკერი ტიპია ზე. აქ როგორც ადგილობრივებს შევეკითხე, ყველაზე მეტად ჩინელები სტუმრობენ ხოლმე ამ ადგილს. უფრო მეტად ჩინელები. და ნუ მერე უკვე ევროპელები. ეს მაილო, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი და თუ რატო ვეძებდი ამდენ ხანს, ამას ძალიან მალე გაიგებთ. აუ, ეს თევზები დამაჭერინა. ანუ რამ სიმძიმე არის და რამ ხელა არის უბრალოდ. აი რავი, ძალიან დიდია, ძალიან მძიმე არის და ნახეთ. ამით იყო დაჭერილი ზუსტად ის გიგანტური თევზები. და ზუსტად ესე თევზაობებში წავალ მეც. სასწაულ ვიდეოებს ნახავთ, უბრალოდ დაელოდეთ აუცილებლად და ვიცი რომ გაგაგიჟებთ და ძალიან მაგად გაგახარებთ რა, იმიტომ რომ ეგეთი რამე ჯერ არ გადაღებულა ქართულ YouTube-ში. აბა გამოიცანით სად ვარ? ხო, მაილოს მამის მაღაზიაში ვარ. მამამისი იქაური გამოჩენილი მეთევზე ყოფილა, რომელსაც ყავს რამდენიმე კატერი. ძალიან ძვირადღირებული სათევზაო აღჭურვილობა და სათავგადასავლო ტიპის კომპანია, რომელიც აწყობს სათევზაო ტურებს. აი, ბედიც ასეთი უნდა. დავიგეგმეთ და მითხრა, რომ მაილო გამომყვებოდა ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, აგრესიული და გიგანტური თევზის ვაჰუს დასაჭერად. I went to the store. That store is actually your father's store, right? Yeah. And your father also plans like fishing trips and something like that, right? We already discussed this topic. When can we go? Maybe tomorrow. Tomorrow? Yeah, we will be on the boat. We will not have food. We have to catch, okay? Yeah. And we have to prepare it. So we will be on an island where we don't have food, we don't have water, and we should survive. Let's try. That's right, yeah. მოვედით, აი ეს ნავი არის ამ ბიჭის მამის ბიზნესი აქვს, ტრიპებს აწყობს ხოლმე ესეთ სათავგადასავლოს და ძალიან ძვირიღებს ზოგადად მეგობრებო, ეს სიამოვნება დაახლოებით $2000-მდე ჯდება, რომ ვიცოდეთ ისე. ხო და რა ვიცი, აი ახლა ჩვენ წავალთ და იმედია დავიჭერ, იმიტომ რომ აქ ბარაკუდა შეიძლება დავიჭიროთ, ბარაკუდა ერთ-ერთი ძალიან მაგარი მტაცებელია. და ნახოთ რა იქნება. აქ დაგხვდნენ მაილოს მეგობრებიც, დიდი ალბათობით ესენი წამოვენ და ერთად ვიქნებით. გავდივართ და პროსტა რა ანკესები არის, ცოტა კიდე რომ გამოვა სინათლე, ყველაფერს გაჩვენებთ, გაგიჟდებით ისეთი ანკესებია. მარტო ანკესი არის დაახლოებით 5 კილო, 6 კილო. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო ესე თევზაობაზე წავსულიყავი. ესეთი რამე თან არ გადაღებულა ქართულ სივრცეში და იმედი მაქვს ძალიან მაგარი რაღაც იქნება. ესეც ჩვენი ბიჭები, ვისთან ერთად წავალ, ადგილობრივები არიან და მათთან ერთად მოკლედ ვითევზავებთ. Guys, what's your name? My name Abi. Abi? Yeah. My name is Michael. So we will be together the whole day. We will not have food and we have to try to catch something. It will be kind of survival video. Okay. Yeah, will be uploaded on YouTube. Okay. And your name? Boku. Boku. Michael. Nice to meeting you. And Milo, our friend. Have my face. Yeah. ცოტათი მორცხოს, მაგრამ დავმალოთ, არა უშავს. I have never seen this kind of fishing rod. Can catch like more than 100 kilos. 100 kilos? About 200. Yeah. ანუ ხვდებით რა შეესაქმე 100 კილოიანი თევზის დაჭერაც კი შეგიძლია აი ამ გიგანტური ანკეს. It should be so expensive. How much should I pay to get that kind of fishing rod? Around $2,000 or $2,500 or above. Oh, really? Yeah. Oh my god, that's so expensive. შევდივარ შედარებით ღრმა წლებში. აუ, ძალიან მაგრად ასწორებს უბრალოდ, ძალიან მაგრად ასწორებს რა ეს ყველაფერი. წარმოვიდგინეთ, აი ესეთ სიტუაციაში პირველად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სასწაულად ვარ დამწვარი და ვერც კი მოძრაობ, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ვერ აღგიწევთ რა. სულ მოვიწყდება, რომ დამწვარი ვარ და ვეღარ მოძრაობ. ნახეთ უბრალოდ რამხელა ნემსკავები არის და რამხელა სათხუარები არის. გავედი ცოტა ღრმა წყლებში და მივდივართ უფრო მეტი სიჩქარით. სანამ იქ მივალთ, მანამდე ნავს დაგათვალიერებინებთ. აი ჩემი მაქსიმუმი ჩავდე, რომ ეს ვიდეო გადამეღო და თუ დაალაიქებთ და დააკომენტარებთ, მომეხმარება ეს, რომ უფრო მეტმა ხალხმა ნახოს. გავარდეს და კიდევ უფრო მეტი თევზაობის მოყვარული და თავგადასავლების მოყვარული ხალხი შემოგვიერთდეს. ნერე ლაუკა თენდება კიდეც.
What kind of species are we gonna try to catch? Wahoo, tuna, especially wahoo. Wahoo, right? Yeah. I also know that there are many barracudas. Yeah, And barracuda is one of the most aggressive one. Აკეთეთ დავამაგრებთ. აი ნახეთ, ეხლა უფრო კარგად გამოჩნდება. და უბრალოდ დააკვირეთ, აი ჩემი ხელი. და ამას დააკვირეთ. ყველაზე მეტად აქ შეიძლება ჩვენ დავიჭიროთ ეხლა ტუნა, ჩემი ოცნება იყო რომ ერთ თევზი დამეჭირა. ასევე შეიძლება დავიჭიროთ ბარაკუდა, მაგრამ ყველაზე მეტი შანსია რომ ვაჰუ დავიჭიროთ. ეს ვაჰუ არ ვიცი სიმართლე გითხრა რა არის, მაგრამ მე თვითონაც მოვიძიებ, ფოტოს ჩავაგდებ აქ და გაჩვენებთ თუ რა თევზებზე თევზაო, ზოგადად რა თევზები შეიძლება დავიჭიროთ აქ ეხლა. თავარია თევზაობა შედგეს. მთავარია გაჩვენოთ აი ესეთი სტილის თევზაობა, რომელიც საქართველოში რა ვიცი, ჯერჯერობით არ გადაღებულა, თუ გადაღებულა კი მომთა გეცადმე და მითხარით. თავარი იდეა რომ ჩვენ დღეს საჭმელი არ გვაქვს და უნდა მოვიპოვოთ. ეგ იმედია შესრულდება, ეგ არის ჩემი მთავარი მიზანი და დანარჩენს კიდე უკვე ვიდეო გვაჩვენებს თუ როგორ განვითარდება მოვლენები. We are just waiting, right? Now we are trolling. It's my first time having this kind of experience and I don't really know. So I want to explain my subscribers what the big game fishing means. That's why. Oh, you got this? It's like marlin? From here. It's a sailfish. Tuna and two wahoo. And two wahoo. Yeah, and the other day we got a big sailfish. Wow, my subscribers will be shocked if we catch something. ნახეთ მეგობრებო, რამდენი ტუნა ყავთ დაჭერილი და რამხელები. You caught 50 tunas, right? Yeah, here. Oh my god. And what is the price of 1 kilogram of tuna? Because you are also selling. Most of the times we are not selling, but it's because of the size. Like we catch like this size tunas Yeah. from there. If we want to catch tuna, we should go to tuna place, right? Yeah. They are like Yeah. particular place to catch tunas. Yes. And are we gonna go there? We cannot go. It's Because so very far. far. It's so far. Yeah, I know that. ტუნაზე რო წავსულიყავით, დაახლოებით 4 საათზე უნდა გამოსულიყავით სახლებიდან, მაგრამ ცოტა შეგვაგვიანდა და შესაბამისად აღარ წავალთ ძალიან შორს. იმიტომ რომ ტუნასათვის რაღაც კონკრეტული ადგილი აქვს გამოყოფილი, ბიჭებმა იციან, სად მოდის ტუნა. მაგრამ ნახოთ მაინც რა გამოგვივა, რას დავიჭერთ. მე დიდი იმედით ვუყურებ და ნახოთ, შევხედოთ. And then we pray and then we Okay. თევზის მომზადება შემდეგ ერთად რამდენად გამოგვივა, არ ვიცი, იმიტომ რომ როგორც ამიხსნეს, დღეს პარასკევი არის და პარასკევობით აქვთ ხოლმე წირვა, მათი რელიგიური თემები. ესეც მათი კულტურის ნაწილი არის და აუცილებლად ეხლა რა თქმა უნდა ბიჭებს ხო ვეღარაფერს ვეღარ ახდენ რა. შეიძლება მე დამტოვონ სადმე კონსულზე და თვითონ კი წავიდნენ სალოცავად. ხო და შესაბამისად მე მაინც გავამზადებ მოკლედ თევზს. თუ დავიჭერთ, რა თქმა უნდა იმედი მაქვს რომ დავიჭერთ, ეს მარტო ვიქნებით თუ მათთან ერთად მაინც რაღაც გამოგვივა. What was that? Is something on it? something like I think try to catch. რაღაც დავსვით მეგობრებო. ხედავთ მეგობრებო, არის არა. Wow, the fishing rod is so powerful, really. Like I can't even feel that. ანუ იმდენად ძლიერი არის ეს fishing rod-ი, რომ ეს ანკესი რომ დიდად ვერ სჭირდება. ფარად ნახე რა ხევა თევზი არის, ძალიან დიდი ჩაი. ესე. ეხლა ისე იგივე დისტანციაზე გავუშვებ.
და გავაგრძელებ შევხედოთ ისევ კიდე დავსვათ რაიმე. მალდივებზე მცხოვრები ადამიანები ამით რჩენენ თავს, იმიტომ რომ ძალიან მდიდარი არის აქაურობა თევზით და ძირითადად თევზჭერით რჩენენ თავს. და ასევე ტურისტებით, რა თქმა უნდა. ჩვენი თევზაობა დაიწყო მაფუშიდან და უკვე გამოვსვით უკვე გამოვიარეთ ძალიან ბევრი კუნძული. საბოლოოდ ისევ იქ დავბრუნდებით. არ ვიცი, ხა ბიჭებს უნდა მოვერგო რა, მე კი ცოტა სხვანაირად წარმოვედგინა ეს ვიდეო. მაგრამ არა უშავს, მაინც ძალიან მაგათ გავერთობით და მე მგონი მაინც ძალიან კარგი ვიდეო გამოვა მთლიანობაში. უბრალოდ ბიჭებს უნდა მოვერგო ყველანაირად სხვანაირად არ გამომივიდეს. დღეს პარასკევია, მათი ლოცვის დღე არის და ასე შემდეგ. იქითაც თევზაობენ ბიჭები. ზოგადად თუ გინდათ რომ ესეთი სტილით ითევზაოთ და თქვენც მიიღოთ მსგავსი გამოცდილება და სიამოვნება, მინიმუმ $500-დან იწყება ხოლმე ფასები რა. გააჩნია რამდენი საათით გინდა გასვლა, გააჩნია რა ანკესები გექნება, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, რავი, აქ $2500 ანკესიც გვაქვს და კიდე უფრო ძვირიანებიც აქვს ამათ, მეორე კატერიც ყავთ და მოკლედ არ ვსაუბრობ მხოლოდ ამაზე. ზოგადად გეუბნებით ამას, რომ მინიმუმ $500-დან იწყება რა. და მე უკვე გააჩნიათ ყველა ტიპის სიამოვნების მიღება გინდათ სად წახვალთ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერზეა დამოკიდებული, რავი, ადის $2500-მდეც. გაჩნდა რაღაც კაი ზომაა მე მგონი. იმიტომ რომ გაქაშა. Yeah, for sure. It's better when you go in front. Because რაღაც დიდი უნდა იყოს. იმიტომ რომ ბიჭებმა კაუჭიც მოამზადეს აქ. Wahoo? Wow! Ramkhila, bicho, ხო არ ხადაო. ახე, bicho. ნახირა, ხელა თევზი დაჭდა. Oh my god. Ramkhila თევზი დავიჭირე, ბრო, 30 კილომდე მაინც იქნება. მალდივებზე ვარ ხა და ადგილობრივი ხარ და თევზაო. Big game fishing. ეს არის რაღაც სასწაული გამოცდილება და გამომიწერეთ Instagram-ს და YouTube-ს რა. ბიჭო, სასწაული. Oh my god. საბოლოოდ საღამოსკენ იქნება აი ამ დიდი თევზის მომზადების ვიდეოც, ასე რომ დაელოდეთ და რავი, ძალიან მაგარი გამოვა. აქ ჯამში დავიჭირეთ 3 თევზი, 2 სკუმბრია საკმაოდ კარგი ზომის და 1 ეს გიგანტური ვაჰუ. შტორმიც გვიახლოვდება. აი იქ დააკვირდით. ამიტომ ამოვიღებთ ანკესებს, შევინახავთ და იდეაში ამაზე მეტი არ არის საჭირო. რო არ დაგვეჭირა გავაგზავნებთ ისევ თევზაობას, მაგრამ ხوار უნდა გამოვზიდოთ ეხა ყველაფერი. ამბიც ძალიან მაგრად უნდა თავის შეყვარებულთან ერთად სათევზაო წასვლა, თუმცა ვერაფრით ვერ მოუხერხდა. აქედან გამომდინარე მე ვეცადე რომ მათი დღე ცოტა გამელამაზებინა და თუ რა გავაკეთე ამას ვიდეოს ბოლოს გავიგებთ. Yeah, like 30 kilos maybe or something like that. ეხა მაილო წავა, აქ ფოტოებს გადავიღებ თევზებთან. thumbnail-ისთვისაც და ისეც და მე უკვე დაიწყება ამის მომზადება. ნახეთ უბრალოდ რამხელა. ძალიან ძიმია ხო არ გადავთ 30 კილო მაინც. like, come on. ეს ორი სანთი.
you take it? მოვედით უკვე დავიწყეთ დაჭრა. ფილის ნაწილს ავიღებთ ახლა ამ ხელათევზი რა თქმა უნდა. აი დაახლოებით აქედან წამოვართ და ფილეს ავიღებთ და მაგას მოვამზადებთ. მოკლედ ეს არის ვაჰუ ეს თევზი და რამდენადაც მე აქ მაილომ მითხრა, ესე იგი ფხა ძალიან ნაკლები აქვს ბარაკუდასთან შედარებით და მთლიანობაში ძალიან მაგარი იქნება. ესე ფილეს მოვამზადებთ. თუ მოახერხებ შემომიერთება და ერთად მივერთოთ, ერთი გავაკეთებთ, თუ არა და მე გავაკეთებ აქ გრილზე და დავაგემოვნებ. მე როგორც მითხრა ძალიან გემრიელიაო რა. ნახე. აი ესეთი ფილე გამოვიდა. ეხლა გრილზე მოვამზადებთ და ეგ არის. ამას მივერთოთ და დანარჩენს დავუტოვებთ თვითონ შეჭამოთ. ეხლა კიდე პატარ-პატარა ნაწილებად დავჭრით და აი ამ გრილზე მოვამზადებთ. ნახე პროსტა როგორ დავიწვი რა. ძალიან ცუდად ვსწრობ თავს. მაგრამ გადაღება და ვიდეოები ყველაზე მთავარია. ღირდა, მაინც ღირდა რა წამოსვლა და ამ ვიდეოს ჩაწერა ამათ. იმის გამო რომ ძალიან მაგარ დავიწვი, უკვე წავიშვი და ვიფიქრე რომ გაჩვენოთ თქვენს. ალოე ძალიან მაგარი არის, ესე მოვუჭერთ ხელს. ამოვიყვანთ აქედან და ამას წავისვათ რა. ნახე? აი ეს თვარიანში. და ძალიან მაგათ აწყნარებს რა. აი წეღან წავისვი მოკლედ და უკვე აღარ მეწვის იმდენად და შემიძლია რომ თავისუფლად ვიყო, თავისუფლად გავაგზავნო თევზაობა. ხედავთ აი ეს. და აღარ არის მე იმდენად მტკივნეული, აღარ მეწვის, გიწყნარებს. ეგ არის ჩვენი ალო. ამოვატრიალოთ ახლა. ეს იქნება წესით უგემრიელესი. ნახოთ ახლა რა გამოგვია. მაგრამ რაღაცა ბევრი არის. ამდენი როგორ უნდა ვჭამოთ? სამი კაცი ვართ სულ. კარგად გამოიყურება. არ დაგვეწოს ოღონდ და არ უნდა გამოშრეს. დამავიწე დავაწყე წიწაკები და ნახე რა. ნახშირად იქცა იმ. Finally you came. What's up, man? No worries, come. And I want to show you something. Come. Something cool. Yeah, what's up? მოკლედ ესეც ჩემი მეგობრები, რომლებიც სულ ახალ-ახალ შევიძინე, დამინახეს რომ ამ ხელათევზი გამომყავდა და ეგრევე დაინტერესდა რა, ეს ჩვენი მეგობარი. ბიჭი, რომელიც ამერიკიდან არის და მოკლედ გადაწყვიტე რომ დამეპატიჟებინა ჩემი მიერ დაჭრილ თევზე, ჩემი მიერ მომზადებულ თევზე და გაესინჯათ მოკლედ და შეიფასებინათ ეს ყველაფერი. It's a little bit spicy. It's a little bit cold because you were so late. It is spicy. It has a kick to it. Yeah. I need to drink some of this. It's really spicy. It's good though. Yeah. This makes it better too, because then you can have both. You know, here pineapple has a different taste. So I'm providing them with my service and they are offering me their services. That's it. Every time I go to another country, I don't plan anything. So I came here and I was just walking down the street and I saw this and I went through it. Just like so simple, you know. I told him about my plans and if you want to be a part of my video, let's do that. It will be amazing. And he was like, wow, that's okay, that's great. But the thing is that I love YouTube. I love my job. I don't mind finances. What I mind is to have some time to enjoy my life, you know. It's the best thing. ეხლა მეც დავაგემოვნებ და გაგისინჯავთ და მოგახსენებ ჩემას. საერთოდ არ აქვს მოკლედ ხარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სტეიკის ნაწილი არის. So tomorrow, it's gonna ძალიან გემრიელია. ცოტა გაცვიდა, იმიტომ რომ მეგრულ წველოდებოდი. მაგრამ ძალიან გემრიელი არის. ასწორებს რა, თან სულ სხვანაირი არის. შენით რო იჭერ შენით რო მოგაქვს, შენით რო ამზადებ. სხვა მუღამი აქვს რა. You know the one you caught today. You cook fish for 4 or 5 hours. You catch ეს კი one, აქაური ანანასი. maybe
ფოტოშოპი ძალიან განსხვავდება აქაური ანანასის გემო იმ ანანასისგან რაც ჩვენ გვაქვს. გაჩვენებთ კარგი მუსიკა არის. Everything I do, do it for you. აუ ძალიან სასიამოვნო გარემოა რა. ძალიანაც რო არ ვანერვიულო ესენი ამ გადაღებებით და რაღაცეებით. ესეთი დღე გამოგვივიდა. ეხლა ჩვენ აქ ერთად დავსხდებით. ხვალ მიდის. So you're going for a fishing for tuna fishing tomorrow, right? Yes, tuna fishing tomorrow, so it's going to be absolutely exciting. I'm very excited. And don't forget to show me the pictures. Yes, I could tag you. ხო, მოკლედ წავედით რა, ესე იგი და ეგეთი დღე გამოვიდა, იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. არ დაგაუწეთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო. რაღაც თუნდაც წერტილი დაწეროთ რომ მე გამორდეს რეკომენდაციებში და რა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი. მე კი ვეცდები რომ დაგიმონეთ უფრო მაგარი ვიდეოებით. დროებით.